მდიდარი NGO-ები, რომლებიც შემჩნეული არიან მავნებელ საქმიანობაში, ეს კოლექტიური გიგაურების და ლომჯარიების NGO-ებს გულისხმობთ, არ დარეგისტრირდნენ ამ გამჭვირვალობის რეესტრში და მათ ურჩევნიათ, რომ გადაიხადონ რაღაცა ტიპის ჯარიმა, ოღონდ მათი ფინანსები არ იყოს გამჭვირვალე, ვინაიდან იქ ძალიან ბევრი რაღაცა გახდება ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე და კიდევ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რეალურად დავინახეთ თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ისეთი მსხვილი დონორი ორგანიზაციები, როგორც არის USAID, NED და რა თქმა უნდა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება EID-ც ესეთ საფრთხეს წარმოადგენდეს, რომელიც დღემდე არ ასაჯაროებს თავის გამჭვირვალობას. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ უფრო მკაცრი კანონი გადმოვიღოთ, ვადასტურებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კანონი არის გაცილებით მკაცრი, ვიდრე ეს არის ის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ჩვენ ქონდა მიღებული. ჩვენ სიტყვასიტყვით თარგმნეთ მძიმე წერტილით, რომ სასპეკულაციო ველი არავისთვის არ დაგვეტოვებინა ამ კანონთან დაკავშირებით. სადამსჯელო ღონისძიებად განიხილება დღესაც ქართული ოცნების ხელში ფარას დღეს უკვე კომიტეტზე განხილვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დაანონსებული ცვლილებები ფარაში, რაც შეეხება თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის არის შემდგარი დემოკრატიის ქვეყანა, იქ არის ინსტიტუციების სიძლიერე, იქ არის თავისუფალი სასამართლო, არის თავისუფალი პროკურატურა, არის დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე, ამიტომ ავტომატურად ამერიკული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოში, მაშინ როდესაც ქართული ოცნება მუდმივად საკანონმდებლო პროცესს იყენებს რეპრესიების მიზნით, არის დაუშვებელი.